ესე იგი რა ხდება დღეს კი არა და ეხლა კავკასიის უნივერსიტეტს 15 წელი უსრულდება და ამ საიუბილეო წელთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი, ძალიან ბევრი ცვლილება და ასე პროექტებს აპირებთ, ხო? და აი ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუმრები არიან PR მენეჯერი კავკასიის უნივერსიტეტის, უნდა წავიკითხოთ, ძალიან ბევრი არიან. ვიკა ბუკია, ფოტოგრაფი ლაშა ღუღუნიშვილი და სტუდენტები ნინი მენაბდი, ანუ მაისროზე, თაკო ქველიძე და ქეთა მათიაშვილი. დილამშვიდობაზე ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმრები ხართ და დავიწყოთ გუშინდელი ფოტოსესიით. პირველ რიგში გილოცავთ იუბილეს და გუშინდელ ფოტოსესიაზე ვისაუბროთ როგორ წამოვიდა იდეა რატომ 90-იანები და ასე შემდეგ. იმიტომ არა რომ 90-იანი წლების ნოსტალგია არ გვაქვს. ანუ როგორი ფოტოსესია იყო, იმიტომ რომ მე ვიცი რომ 90-იანი წლებს ეხებოდა, მაგრამ აყურებდი. მოგესალმებით ყველას. პრინციპში 90-იანი წლები, იმიტომ რომ 90-იან წლებში ყავდა სწორედ პირველი სტუდენტი. კავკასიის უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი იყო იმ პერიოდის სტუდენტი, ასე ვთქვათ. და ჩვენი შევეცადეთ, რომ იმ პერიოდის სტუდენტი გაგვეცოცხლებინა, ეს არის ჩვენი და ივონის ერთობლივი პროექტი, გვეხმარებოდა აკანა ნიტაშვილი და ჩვენი მეგობარი სითი, ლაშა ღუღუნიშვილი. დავგეგმეთ, რომ გაგვეკეთებინა ასეთი ვთქვათ ფოტოპროექტი, შეგვიძლია პრინციპში ასე დავარქვათ ამ პროექტს და გადაგვეღოთ ჩვენი ახლანდელი სტუდენტები, რომელიც მეტნაკლებად დავამსგავსეთ იმ პერიოდის და იმ სტილის სტუდენტებს. მე აღარა ვარ სტუდენტი. აღარა ვარ სტუდენტი. 90-იან წლებში არ ყოფილი ვარ პრინციპში სტუდენტი, სკოლაში ვიყავი. რა ისე მოიხსენებთ ამ 90-იან წლებს? ლაშას მინდა ვკითხო. ლაშა, ალბათ ძალიან ბევრი ფოტოსესია გქონია, მაგრამ რაღაცა პოზიტივიც უნდა დავინახოთ იმ 90-იანი წლების. ზუსტად ეს იყო ჩვენი პრინციპში მიზანი. ფონი და როგორი შეცვლილობა? ნუ ჭრელი და ხო და რამდენად საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა, ეგეც მაინტერესებს. რაღაცა განსხვავებულია. ძალიან საინტერესო ქონდა, ნუ გრაფიტის ფონზე ვიღებდით. გოგონები გამოცდილები არ არიან ამ საქმეში, მაგრამ საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. ეს დუმბაძეა, გადამრიე. ესე გამოიყურებოდა 90-იან წლებში. გოგონები. ასე მეუჭურა. და რამდენად საინტერესო იყო ლაშა შენთვის? ნუ საკმაოდ საინტერესო იყო, ცოტა რთული პირობები იყო, იმიტომ რომ ქარი იყო. მაგრამ კარგად გავიქცა. იყო, იმიტომ რომ ქარი იყო თუ მაინც ისე რა. ქარი იყო. ალბათ გამოცდილება ცოტა თავისაშორდა, ხო? არა, გამოცდილება არ გაუჭირდათ გოგონებს, საკმაოდ კარგად იმუშავეს. სხვადასხვა გვეგონა რომ ქარიანი ამინდის გამო ვერ გადავიღებდეთ, მაგრამ ლაშამ პირიქით გითხრა რომ ბევრად უფრო კომფორტული ოჭებდეს. 90-იანის ქარი იცოდა. ესრიგებელი თმები. მე მინდა სტუდენტებს ვკითხო, იცი რა არის? ყველა სტუდენტი ძალიან აქებს ხოლმე და ძალიან ამაყია იმით რომ სწავლობს რომელიღაც უნივერსიტეტში. აი თქვენ რატო აირჩიეთ კავკასიის უნივერსიტეტი? რითია პრივილეგირებული და მაინტერესებს ეს ყველაფერი. თქო მეც გადავწყვიტე და ჩავაბარო. და მე მაინტერესებს ინგლისურს ვინ გასწავლეთ, ჩემი ხო არ გასწავლე. მოდელიკა იქ მუშაობს? მოვიკითხოთ ამის. ვინ არის? სახელი გვარი? ნანა კაჭახიძე. ნანა კაჭახიძე. არა, გვეცხვენ. სამწუხაროდ. რატომ აირჩიეთ კავკასიის უნივერსიტეტი? ძალიან ბევრი მიზეზის გამო ავირჩიეთ კავკასიის უნივერსიტეტი. პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ ჩვენ მე პირადად ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო არის დღეს კავკასიის უნივერსიტეტი ამ მიმართულებით და სამომავლო პერსპექტივისთვის პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ მე ვარ ახლა მეოთხე კურსზე და აქ ვინც ხედავთ ყველანი ვარ დასაქმებულები. მესამე კურსზე. იცი რა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ თქვენი PR მენეჯერი თქვენ ყოფილი სტუდენტი იყო თქვენი უნივერსიტეტის ხო? მე დარწმუნებული ვარ თქვენც იქ მუშაობთ ალბათ. კვალია, თუ გაგიგე. ძალიან წარმატებული, მე თქვენ შემთხვევაში თქვენ რაზე სწავლობთ? ჩვენ ჟურნალისტიკას. მე წარმოვადგენ ბიზნეს სკოლას. თამცირესობაში. რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ეს ფოტოსესია, აი ტანსაცმელი როგორ აარჩიეთ, ვინმე გირჩევდა დიზაინერი ყავდა თუ დიზაინერი აკა. თუ ჩვენ აკა ტანსაცმელი გვაჩვია და გვეხმარა აკას თვითონ არჩევაში და მოვირგეთ აკას ტანსაცმელი. და მე მაინც გონია რომ 90-იანებს ხო რაღაცა ძალიან საინტერესო ჩაცმულობა ხართ. ეს რა მაინტერესებს? ყველაზე აბსურდული ალბათ. ზუსტად იცი რა იმ პერიოდში ბევრს კარგს ვერაფერს ვერ გაიხსენებ. მე მგონია ერთადერთია ეს რაც შეგელია გაიხსენო. ადამიანები და ქართველები განსაკუთრებით იცნობდნენ იმას, რაც ჰქონდათ. კი, ნამდვილად. იმაზე რომ მოდი ეს ჩავიცვათ, თუ ის ჩავიცვათ, ხო ესეა? და თუ გქონდათ იმასაც ხდიდნენ ხოლმე ქუჩაში. ხომ გონია რომ რაღაც ელემენტები დღესაც არის 90-იანი წლების მოდის თქვა რაღაცეები. მაგრამ რომ ეს ხო ბრუნავს და აი ეხაც რო უყურებ ძალიან ბევრი ძველი ვარდისდება მოდაში ის ძველი. კი, ბრუნდება, ხო? მე მომწონს.
მეც ხო იცი რა უფრო მაღალყელიანი შარლები მაღალყელიანი შარლები მოკლე ზედები რაც ერთი პერიოდი ესთანო მაიკები გვაკლია მარტო და მოტრიალებული იქნება ნამდვილად იცი რა მეინტერესებს კიდე რაც თქვათ პროექტები იგეგმება თქვენ უნივერსიტეტში რაღაც სიახლეები არის მე ვიცი კი ბატონო ძალიან ბევრი სიახლეები გვაქვს გაცვლითი პროგრამები დასაქმების პრინციპი ჩვენ გვაქვს წელს 4 ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სტუდენტებისთვის კი ბატონო არის ძალიან ბევრი უნივერსიტეტში ხო თქვენ რაღაცად განსხვავდება მე როგორც ჩვენ ვართ ლიდერი პირველ რიგში გეტყვით იმას რომ ლიდერი ნამდვილად ამ მიმართულებით რადგან ვგულისხმობ დაახლოებით 70 ქვეყანას ანუ ჩვენი სტუდენტები სწავლობენ მთელი მსოფლიოს გარშემო 70 ქვეყნის 90 უნივერსიტეტში მათ აქვთ საშუალება და როგორც კი გახდები უკვე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი შენ გაქვს შანსი რომ ისწავლო საზღვარგარეთ გარდა ამისა კიდევ რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის დასაქმების მართლაც ძალიან მაღალი სტატისტიკა ჩვენ გვაქვს დასაქმების სამსახური რომელიც ფუნქციონირებს თუ გადახედავთ ჩვენ სტუდენტებსაც ისინი არიან დასაქმებულები და მართლაც მაღალი მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების სწავლის მაღალი ხარისხი არის ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა შეღავათები გადასახადში იმ სტუდენტებისთვის ვისაც აქვს ესე ვთქვათ სწავლის სურვილი თუმცა არ აქვს ამის შესაძლებლობა ანუ ხორციელდება რაღაცა იცი რა მაინტერესებს ახლა მინდა ლაშასაც ვკითხო და მე სტუდენტებს აუცილებელია რომ საზღვარგარეთ ვისწავლოთ იმისთვის რომ მე აქ წარმატებულები ვიყოთ? არა. აუცილებელი არის. აქაც არსებობს კარგი უნივერსიტეტები, ასე რომ როგორც ახლა ისწავლო. კი ბატონო. მაგრამ მე რა თქმა უნდა შეიძლება ისწავლო კარგად თუ შენ გინდა ისწავლო. რა თქმა უნდა. არ აქვს მნიშვნელობა აქ ისწავლი უცხოეთში თუ შეიძლება აპირებენ თუ არა ჩვენი სტუდენტები, თქვენი სტუდენტები უბრალოდ გაგრძელებას. თქვათ სწავლის საზღვარგარეთ. ეხლა ბაკალავრს ვამთავრებთ და ალბათ მაგისტრატურაზე ჯერ არ მე პირადად არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მინდა რომ წავიდე. არა იმიტომ რომ შეიძლება თქვა აქ ვერ ვისწავლო სათანადოდ კარგად, უბრალოდ მინდა რაღაც დამოუკიდებლობის მხრივ რაღაცა წავიდე და ნახო საიმიჯოც არის, ხო ანი? საიმიჯოც არის. რა არის? იმდენად პრიორიტეტულია, როცა დამთავრებული გაქვს რომელიმე. ხო, აქაც არის რაღაცა. გაჩეკდა უნივერსიტეტის საზღვარგარეთ. ანუ საზღვარგარეთ სწავლობდა გაკ დიპლომი აუცილებლად რაღაც რომელიმე ქვეყნის. ძალიან გეხმარება სამსახურის დაწყებაში. რიგ სამსახურებში. გააჩნია კიდე უნივერსიტეტს სად მიდიხარ და სად სწავლობ, იმიტომ რომ არის საზღვარგარეთ ძალიან ბევრი უნივერსიტეტი, რომლის დიპლომი ანუ არაფერს არ იძლევა, არაფერს არ გეუბნება ამის გადამოწმება და ამ საქმებლისგან დღეს უკვე ძალიან მარტივად ხდება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პარტნიორობა დავამყაროთ სწორედ ისეთ უნივერსიტეტებთან, ყველაზე ასე ვთქვათ, პრესტიჟულ, ასე ვთქვათ, და შესაბამისად ესეც არის ჩვენი ძალიან დიდი პლუსი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თუ კი გაქვს სწავლის სურვილი, გეთანხმები აბსოლუტურად სახლში ჩვენთან საქართველოში. ნახულობ და გეხმარება ბევრ ამაში. გამოცდილებაა ერთგვარი, ჯერ ერთი ყოველთვის გიწევს მარტო ცხოვრება, ხო, დამოუკიდებელი ცხოვრება. კი, მახსოვს და თქვენ 90-იან წლებში რას აკეთებთ? არა, 90-იან წლებში სკოლაში ვიყავ. მე ცეკვაზე დავდივარ. ლექტორებზე მე გარკვეულწილად დავიწყე უკვე საუბარი. აი, რითი გამოირჩევიან თქვენი ლექტორები? რატო უნდა მოვიდე, თქვა კავკასიის უნივერსიტეტში და რატო არ უნდა წავიდე სხვაგან? აი, ყოველთვის როდესაც ხვდებით აბიტურიენტებს, თუ ვეუბნებით მათ, რომ ჩვენი ლექტორები არ არიან ის ადამიანები, ვინც შედის ჯერ ერთ აუდიტორიაში, როგორც ხდებოდა ხოლმე და ხდება. მეორე აუდიტორიაში კითხულობს ლექციას ერთგან, მეორეგან და ესე მთავრდება მისი დღის წესრიგი, ასე ვთქვათ. ისინი არიან პრაქტიკოსი ადამიანები, ანუ ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, წარმატებულად იქცა სწორედ იმ თეორიული ცოდნით, რაც თავის დროზე მიიღო. ეს შეიძლება იყოს ბანკის მმართველი, რომელიც 2 საათით კეტავს კაბინეტს, მოდის ჩვენთან, კითხულობს ლექციას და ბრუნდება სამსახურში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის უზიარებს მათ არამხოლოდ ცოდნას, გამოცდილებას და რაც ყველაზე მაგარია და მთავარია, რომ არის მათი დამსაქმებელი. ანუ გასაუბრებების ხშირად, აი დამეთანხმებიან ბავშვებიც, ხშირად გასაუბრებების გარეშეც ხდება სტუდენტის აყვანა სამსახურში. იმიტომ რომ ხო, ნუ ერთი სემესტრი რო გიკითხავს ლექციას და ქვიზებს რო გაწერინებს და იცის შენ რა ცოდნის პატრონი ხარ, ასე ვთქვათ, მას აღარ ჭირდება ეს ზედმეტი ფორმალობები და პირდაპირ მიყავ ხარ სამსახურში. ესეც განაპირობებს დასაქმების. სტუდენტებს მინდა უთხრა ერთი რაღაც. ეხლა აბიტურიენტების ბუმია, ძალიან ბევრი ნერვიულობს, ძალიან ბევრი ვერ გადაუწყვეტია. სად უნდა ჩაამორო, ძალიან ბევრი ვერც გადაწყვეტავს დავერცხლოთ. და აი თქვენ მაგალითად ან გადაწყვეტავს და ან გადაწყვეტავს და ვარიანტია.
იცი რა მინდა რომ ურჩიოთ ოღონდ არა ისე რომ აი მაგარი უნივერსიტეტი გვაქვს ეს გასაგებია ყველამ კარგად ვიცით აი რითია გამორჩეული თუნდაც რომ ადამიანმა რომელსაც ახლა ცის ეკრანთან გადაწყვიტოს თქვენ უნივერსიტეტში მოსვლა ანუ სტუდენტების გადმოსახედიდან გაინტერესებს ხო რა თქმა უნდა აი თქვენ რო იკითხეთ ახლა ლექტორებს ორი სიტყვით ვიტყვი და მიხვდებიან რატომ უნდა ჩააბარონ ჩვენთან მე პირადად მართლა გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ ფულს გარდა იმ თეორიული ცოდნისა რასაც ვიღებთ ვიხდი ურთიერთობებში ანუ იმ ადამიანებს რა სიხდი აქეთ გაძლევენ ფულს იქ მუშაობ რა სიხდი იმიტომ რომ ისეთი ლექტორები ყავს და ისეთი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა აი ამ 4 წლის განმავლობაში რომ დარწმუნებული ვარ ეს გაგრძელდება ძალიან დიდხანს და დაგვეხმარება ძალიან ბევრ ამაში. მაგალითად ლევან ბერძენიშვილი უნდა თქვა უცირება ზურაბი გვავა ზვიათქორი. თან ვასწრებთ გართობასაც ისე არ არის რომ რაღაცა სტერეოტიპი რომ კავკასიის უნივერსიტეტში მარტო სწავლობენ და ვერაფერს ვერ ასწრებენ ვერთობით ლექტორებთან ერთადაც ჩვენს ვერთობით და სწორედ ძალიან ბევრი მეგობარი შევიდა. არა მართლა ანუ სხვათა შორის პირველი ყველაზე ესეთი გრანდიოზული ღონისძიება არ მიყვარს ეს სიტყვა თუ რაღაც ივენთი რაც ღონისძიება რა 90 ეპოქა დაგიბრუნდა და პირველ ეს არის welcome party სადაც აი დამეთანხმებიან გოგოები პირველ კურსელებისთვის ვაკეთებთ ჩვენ აბსოლუტურად უსასყიდლად ვეპატიჟებით ხოლმე მათ და მასპინძლობთ ნათია დუმბაძე არის სხვათა შორის მათი მასპინძელი კი ბატონო და ეს არის ესეთი 800 კაციანი ძალიან დიდი სერიოზული მასშტაბური ღონისძიება და ეს ძიგ რასაც ჩვენ ამბობთ ყველაფერი ხდება ეს არჩევანი რა იყო მე გეტყვი ხო შენ ერთი თაობა ვართ ხო ეს შეკრიბავდით ხოლმე ფულს აუდიტორიაში თონის არა მეგონა მაგარ მებერი და პენსი არ გვაქვს არა ეგ სკოლაში მე ვიგა პენსი უნივერსიტეტში ისე 90 წლებშიც არ ქონია ეგეთი პირობები მინდა გითხრა მაშინ როცა შეიქმნა უნივერსიტეტი ვაგედავლებად კი ბატონო ფოტოსესიას რო დაუბრუნდეთ დაიბეჭდება ჟურნალ City-ში ხო ეს საინტერესოა ცოტა ხუმრობისკენ წავედით დავსერიოზულად ხო ან დაიბეჭდება ჟურნალ City-ში შემდეგ ნომერში და სხვა საინტერესო რუბრიკებიც არის ჟურნალ City-ში და ასე რომ მოუწოდებ ყველას შეიძინოს ცეთი ჩვენ მეგობარია და ყოველთვის აქტიურად გვიჭარს ხარს წამოწყებებში ესე ყველაზე ეს არის მეგობრობა ეს რამდენი მეგობარი მყავს თქვენ უნივერსიტეტში და ვიცი ძალიან და მე ხوار გინდა ეგრე არ ხდება ჩვენ ნიშანი ის რაღაცა მე დავფიქრდი არ შეიძლება რომ ჩავაბარო ჩემს მაგისტრატურაზე როგორ შეიძლება ტრენინგები რამდენი წელი ხდება მთელი სიცოცხლის მანძილზე სხვათა შორის ასეთი პროექტიც გვაქვს და ლობიებთ აჰა აი შეგიძლია ჩელე სწავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება მე ჩემ ძიალენის დაუჯერებ და კარგი აი ამ გადაცემის მერე მივიდეთ კითხოს გამოვკითხოთ რაღაცები და შეიძლება ჩააბარო კიდე ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ამ ყველანაირ წამოწყებაში და მინდა რომ რა ვიცი იყოთ წარმატებულები და ყველაფერი საუკეთესო დიდი მადლობა თქვენ რომ მოგვიწვიეთ პირიქით ძალიან დიდი მადლობა ლაშა ჩვენ მაყურებელს შევახსენებთ ჩვენ სტუმრები კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები პიარ მენეჯერი რა ვიცი ადგილობრივი მუშახელი მათი მეგობარი ლაშა და ჩვენი მეგობარი და რა ვიცი მე მინდა რომ მართლა წარმატებული იყოთ და ჩვენ ვიამაყოთ ძალიან იმით რომ თქვენ ჩვენთან სტუდიაში იყავით დიდი მადლობა სტუმრებისთვის ჩვენ კი ახლა რეკლამაზე გავალთ და ძალიან მალე გათამაშებით დავბრუნდებით ეს დროებით